პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოიტანეს აქციის მონაწილეებმა ბანერი, რომელზეც არის გამოსახული დედაქალაქის მერი და სწორედ ეს არის ის საარჩევნო ბანერი, რის გამოც მოსამართლემ დღეს ელენე ხოშტარიას პატიმრობა მიუსაჯა 1 წელი და 6 თვე. სწორედ ასეთია ვერდიქტი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის იმის გამო, რომ ელენე ხოშტარიამ დედაქალაქის მერის კახა კავაძის საარჩევნო შტაბთან ბანერზე გააკეთა წარწერა რუსო. სწორედ ეს წარწერა გახდა მთავარი მტკიცებულება პრინციპში საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ქალი პოლიტიკოსი 1 წლითა და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა. მთავარი მტკიცებულება, რომელიც ამ საქმეში არის დალუქული, ეს არის ფლომასტერი, რომელიც ელენე ხოშტარიას ეკავა მაშინ, როდესაც დედაქალაქის მერი სწორედ ამის მსგავს ბანერზე გააკეთა წარწერა, რის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ გადაწყვიტა, რომ უნდა დაეწყოთ გამოძიება. თითქმის 7 თვის განმავლობაში არ ყვევდა სახელმწიფო ბრალდება, თუ როგორ შეიძლებოდა მიეწოდებინათ საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის მტკიცებულებები და 2 რამ მიიტანეს მათ ამ პერიოდის განმავლობაში სასამართლოს ხდომაზე. ეს იყო ბანერი, რომელზეც გააკეთა ელენე ხოშტარიამ წარწერა და მარკერი, ასევე რომლითაც ელენე ხოშტარიამ წარწერა გააკეთა სწორედ იმ ბანერზე, რომლის გამოც ახლა ელენე ხოშტარია არის პატიმრობაში. ხოშტარია არც ერთ პროცესს არ დაასწრებია პროტესტის ნიშნად. ის ამბობს, რომ ის არ დაესწრება ამ პროცესებს, რადგან არის არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მართული პროცესები. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ელენე ხოშტარიას გულშემატკივრების, მეგობრების, სამოქალაქო აქტივისტების პოზიცია დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და პრინციპში დღეს ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ მოსამართლემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია არც ერთ მოსამართლეს, რომ 1 წლითა და 6 თვით ადამიანი პატიმრობაში გაეშვა იმის გამო, რომ მან გააკეთა წარწერა ბანერზე და თავისი პოზიცია დააფიქსირა ფოტოზე, ესე შეგვიძლია ვთქვათ. მარიკა არევაძე არის აქ, რომელიც არის ერთ-ერთი ინიციატორი იმისა, რომ პარლამენტთან მოეტანათ დედაქალაქის მერის საარჩევნო ბანერი და მსგავსი ანალოგი იყო კავაძის საარჩევნო შტაბთან, რომლის გამოც ელენე ხოშტარია დააჯარიმეს და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ადამიანები, რომლებიც აქ წარწერებს აკეთებენ ქალაქის მერის საარჩევნო ბანერზე, არიან დამნაშავეები. სწორედ ასე აღიქვა საგამოძიებო უწყებამ და მარკერი, რომლითაც ეხლა წერენ ეს ადამიანები აქ თავიანთ პოზიციებს, არის დანაშაულის იარაღი. შენ სამართლებრივად როგორ შეაფასებდი მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას? პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმეა ჩემთვის, როდესაც მოსამართლე არევაძის მიერ არის ეს გამოცხადებული, იმიტომ რომ მე ვბრძოლობ, მაგრამ ალბათ გაძლიერება მომიწევს ჩვენი ბრძოლის იმისთვის, რომ ეს შავი ლაქა და სამარცხვინო ლაქა ჩამოვრეცხო ჩემს საგვარეულოს, ასე რომ ვთქვათ. რაც შეეხება დღევანდელ პერფორმანსს, ეს არის პერფორმანსი და ეს არის საპროტესტო აქტი, როდესაც მოქალაქეები ვაჩვენებთ, რომ ბანერებზე წარწერა და ფლომასტერები არ არის დანაშაული. აი ეს მოქმედება არ არის დანაშაული, ვისიც არ უნდა იყოს ეს ბანერი. ეს ბანერი არის ჩვენს მიერ მომზადებული, ეს ბანერი არ ზიანდება ამით, ეს საპროტესტო წარწერები პირიქით სიმბოლურია და იქნება შენახული და ფლომასტერი, რომელსაც იყენებენ ადამიანები, არ არის დანაშაული სიარაღი. ეს არის ხატვის და წერის საშუალება. დღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო იმ კუთხითაც, რომ ადამიანი, რომლის ქმედებაშიც დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა, წელიწად ნახევრით 4 შვილის დედა გამოკეტეს ციხეში და თან იმ ძალამ, რომელიც ფარისევლურად ოჯახის ღირებულებებზე და ქართულ ტრადიციებზე გვესაუბრება და რაც მთავარია, მე მინდა მივმართო ელენეს. მე ზუსტად ვიცი, ელენე, შენ როგორი მხნე ხარ და პირადად გხედავ და პირადად გნახულობ. მე მოვუყევი ამ ხალხს, როგორი თავისუფალი ხარ, თუნდაც მაგ 4 კედელში გამოკეტილი. ჩვენ აქ მხნედ ვართ და გელოდებით ძალიან მალე შევხვდებით აქ და არა შენთან მოსაცდელში. ბატონო, მარიკა არევაძეს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, გაჩვენებთ კიდევ ერთხელ კადრში თუ რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ მოვიდნენ აქ აქციის მონაწილეები, რომლებმაც მოიტანეს ბანერი დედაქალაქის მერის გამოსახულებით და თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ სწორედ იმ ბანერზე, რომელზეც წარწერის გაკეთება ელენე ხოშტარიას პატიმრობის ფასად დაუშვდა. თქვენ ხედავთ სამოქალაქო აქტივისტებს ელენე ხოშტარიას უახლოეს მეგობრებსაც, რომლებსაც
შეგვიძლია ვთქვათ, გითხარი პირველ რიგში შენი წარწერა, რა წარწერა დაუტოვე ქალაქის მერს და ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენც დამნაშავე ხარ, რადგან სწორედ ამ ბანერზე წარწერის გამო ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა დღეს მოსამართლე. არ არის პრობლემა თუ ეს დანაშაულად ითვლება და დღეს ითვლება. ჩვენ ყველანი რუსული რეჟიმის გამპროტესტებლები კი ვითვლებით დამნაშავეებად. მე კოგელად დაუწერე და კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ კალაძე არის რუსი, ეს არის რუსული რეჟიმის და რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს არის ფარისეველი, ოჯახს, სათნოებას, მეგობრობას, სიწმინდეს ამოფარებული ფარისეველი და მე ამ ადამიანებთან ერთად, ვინც ეს ბანერი მოვიტანეთ და გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი რაღაც გაგვეკეთებინა თვალსაჩინოებისთვის, რომ ჩვენ არ გვეშინია პროტესტი გრძელდება და დიდი სიამოვნებით აი ამ ბანერს უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის გავუგზავნიდი კახი კალაძეს, რომ კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ის რაც სექტემბერში გააკეთა მეგიდია სამიძემ და ელენე ხოშტარიამ, ამას ვაკეთებთ აქ შეკრებილი ადამიანები, ძალიან ბევრნი ვართ და მათი რაღაცა შეთითხნილი ხელოვნური მოგონილი უკანონო კანონების და მათი რაღაცა ეგრეთ წოდებული მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენები ჩვენ არ გვეშინია. კი ბატონო, დიდი მადლობა. თქვენ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინა მხრიდან გადმოინაცვლეს სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ახლა ბანერი გაშლილი, ისინი თავიანთ პოზიციებს აფიქსირებენ სწორედ ამ ბანერზე, რადგან დღეს პროტესტს სწორედ ამ ფორმით გამოხატავენ, რადგან ფიქრობენ, რომ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო, არის სრულიად უკანონო, რადგან ეს არის უპრეცედენტული გადაწყვეტილება, მსგავსი გადაწყვეტილება და შინაარსის არ მოგვისმენია. კიდევ ერთი ადამიანი შეგვიძლია ჩავთოთ პირდაპირ ეთერში, დროას წევრი, რომელიც არის აქ ელენე ხოშტარიას გულშემატკივრებისთვის, ელენეს სიტყვებით. ეს არის ამონარიდი მრცელი წერილისა, რომელიც ელენე ხოშტარიამ პროცესის შემდგომ გამოაქვეყნა. პირველი მინდა კითხოთ სწორედ ელენეს განწყობაზე. ალბათ იცით მისი განწყობა იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც გამოაცხადა მოსამართლე. ელენე მზად იყო ამ გადაწყვეტილებისთვის, წინასწარ იცოდა, რომ არ გამოუშვებდნენ გარეთ, ამისთვის მზად იყო, მხნედ იყო. ჩვენ ვიცით, რომ ის არც ბანერისთვის არის დაკავებული და არც ფლომასტრისთვის, ეს იყო მათი მცდელობა გაეტეხათ, ვერ გატეხავენ, იბრძოლებს ბოლომდე, როგორც უწერია აქ, ესე გამოგვიგზავნა დღეს წელი, რომ იბრძოლოთ თქვენ მაქედან, მე აქედანო და ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე გამარჯვებდნენ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. კი ბატონო, დიდი მადლობა, დროას წერს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. საპროტესტო აქცია და პრინციპში მოქალაქეების დამოკიდებულება მოსამართლის გადაწყვეტილების მისამართით არის ნათელი. აქ არის ისევ გაშლილი ქართული ოცნების ქალაქის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერი გაშლილი, რომელზე წარწერის გამოც ელენე ხოშტარიას მოსამართლემ 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აქციის მონაწილეები რჩებიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და არ არის გამორიცხული, რომ ბანერი, რომელსაც ახლა აქციის მონაწილეები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, შემდგომში მათ ჰქონდეთ სურვილი, რომ ეს ბანერი სწორედ პარლამენტის ფასადზე გამოხატოს.